გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ესაა გადაცემა არაფერი სასაცილო. დღევანდელი გამოშვების დაწყება ორი ვიდეოთი მინდა. აი ჯერ ეს ნახეთ. რუსთაველის თეატრში რუსები კატიუშას მღერიან. თუ ვერ მიხვდით რა მოხდა, რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა გამართეს წარმოდგენა პაბედა. ერთ-ერთმა რუსმა მსახიობმა აი ესეც მოაყოლა. ძალიან თბილად მიგვიღეს. თითქოს ეს სხვა ქვეყანა არ არის. ეს არ არის რაღაც სხვა ქალაქი. თითქოს არსად არ წავსულვართ სინამდვილეში. თითქოს ჩვენ სულ აქ ვიყავით და თითქოს ვიქნებით. ჯერ ამის დისტრაკი. და მე ვინც ამას თავი ისე აგრძნობინეთ, როგორც საკუთარ სახლში ცალკე თქვენი დისტრაკი. და თუ გაინტერესებთ, რის გამო უთმობს რუსთაველის თეატრის დირექტორი გია თევზაძე რუსებს სცენას, აი მოусმინეთ. კიდევ რომ იყოს ასეთი შემოთავაზება და თეატრი რომ დასჭირდეთ, კიდევ მიაქირავებთ? გასაკვირველია, მივაქირავებ ფულის გამო. და ესეც დისტრაკი. აი ასე. ხოლო მეორე ვიდეოში, რომელიც მინდა გაჩვენოთ, არის ქალბატონი, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე ამბობს, რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება, რადგან მათგან აინშტაინი არ გამოვა. აინშტაინები ხო არ არიან ეგენი? აინშტაინმა მსოფლიო მისა ატომი ეგენი რას მისცემენ? დიუშენი დაავადებულ ბავშვებზე ამბობს. დიახ, ასე მსჯელობს. მისი მშობლის პრაგმატული ხელისუფლება ასე მსჯელობს. აქვე გეტყვით, რომ ამ ქალმა ყობახიძეს უბრალოდ დაასწრო. ერთი დღით ადრე თქვა ის, რაც ყობახიძემ დღეს. ეს არის ხალხის ფული. აქედან გამომდინარე ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვეკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის განახორციელების მიმართ. მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები. რაციონალური და პრაგმატული დისტრაკი. მოდით გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ ფიზიკოს სტივენ ჰოკინგს მართალია სხვა, მაგრამ ასევე ურთულესი ლუ გერიგის სინდრომი ჰქონდა. და პირდაპირ თქვა, ეს ორი განცხადება, ეს ორი ამბავი უბრალოდ დამთხევა არ არის. ეს ორი ვიდეო არის ქოცების იდეალური სახელმწიფოს ზუსტი სახე და ანატომია. სახელმწიფო, სადაც ოკუპანტებს სცენას უთმობენ, კატიუშაზე ტაშს უკრავენ და იფერებიან. დიახ. ხოლო ბავშვებს ცივი, სადისტური ლოგიკით წირავენ. თქვენში ფულს ვერ დავხარჯავთ. აინშტაინები მაინც ვერ გამოხვალთ. ასე მსჯელობს. მისი მშობლის პრაგმატული ხელისუფლება ასე მსჯელობს. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ სადისტურ და აბსურდულ რეალობაში მენტალური სტაბილურობის შენარჩუნება უბრალოდ სრულ განაკვეთიანი დამღლელი სამუშაოა. ყოველდღე ამ სიგიჟეში რომ მიღვიძებ, გრძნობ, რომ თელს ერს გჭირდება საფუძვლიანი, ღრმა თერაპია. მაგრამ თერაპია ძვირია. ამიტომაც გთავაზობ თერაპიის სპეციფიკურ, სრულიად უფასო მეთოდს. ამისთვის უბრალოდ უნდა გახსნათ TV იმედის ვებგვერდი. საძიებო ველში ჩაწეროთ ჯადოსნური სიტყვა ინდექსი და დატკბეთ. მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით საქართველოს ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გვერდით დგას. ისტორიული მაქსიმუმი საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33 ადგილზე დაწინაურდა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 21 ქვეყანას და ევროპის საუკეთესო ათეულშია. ევროპის ათეულში და 35 ადგილზე მსოფლიოში კორუფციის არარსებობის ინდექსში საქართველოს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს უსწრებს. გლობალური შიმშილის ინდექსი ამ კვლევას ორი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს დოკუმენტის მიხედვით 125 ქვეყანა შორის საქართველოს რეიტინგში პირველ 20-ში. ამ ინდექსში გლობალური შიმშილის ინდექსი საქართველოს წარმატება უშუალოდ აი ამ ქალის დამსახურებაა, მეგობრებო. სუპი მაქვს ჭამი ვიქცმელ, რა ვიცი. ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობეს და ხოლო აი ამ ინდექსში ეს კაცი გხევს ცოტა უკან. ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ ეს რომ თქვა, რამდენიმე წამით გადაგწიეს მე-12 ადგილზე, მაგრამ მერე გამოასწორა. გათეთრებული სადაც არის, მაგრამ ნუ საქართველოში თუ იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება და ამიტომ გადაგწიეს ისევ მე-11-ზე, მეგობრებო. რაც მთავარია, ჩვენ დავწინაურდით აი ამ ინდექსში.
ამჟამად მოწინავე პოზიცია ჩვენმა ქვეყანამ მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მოიპოვა, სპიდ ტესტის მაჩვენებლებით საქართველოს 179.82 მეგაბიტი წამში სიჩქარე დააფიქსირა და წამში 179 მეგაბიტიო ხალხო. ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და შვეიცარიას უკან მოვიტოვებთ. ანუ რა დროც ნიდერლანდების მოქალაქეს დასჭირდება რომ ონლაინ განათავსოს ვიზიტი ექიმთან, სხვათა შორის სახელმწიფოს 85%-იანი დაფინანსებით. იმ დროის მეათეთში საქართველოს მოქალაქე მოასწრებს რომ ონლაინ კაზინოში თავისი წამლების ფული წააგოს. აი ეგრე, ჩვენ სწრაფი ინტერნეტი გვაქვს, მეგობრებო. სხვათა შორის ამ ინტერნეტ რეიტინგში პირველ ადგილებზე საამიროები და კატარი არიან. კატარში ბავშვი რომ იბადება, სახელმწიფო ანგარიშზე მილიონებს ურიცხავს. ჩვენთან რომ იბადები, ავტომატურად 5000 ლარიანი საგარეო ვალი გეკისრება თოთო ბავშვს. საამიროებში საშუალო ხელფასი ისეთია, ჩვენთან მაგ-ფულით თელ კორპუსს იყიდი და დააშენებ კიდეც ზემოდან. მაგრამ სამაგიერო ჩვენ რა გვაქვს? 179.82 მეგაბიტი წამში. შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევიდეთ და წამის მეასეთში ვნახოთ, როგორ გრიალებენ კოცი დეპუტატები დუბაიში. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად ისწავლა ვიწრო, ტექნიკური რეიტინგებით манипуლირება. აი თუნდაც ავიღოთ სხვა საამაყო ამბავი. თითქოს ხელისუფლების გამჭვირვალობის აღქმით ევროპაში ვლიდერობთ. რა მაგარია. უსწრებთ თელს ევროპას. შვედეთს და დანიას ზემოდან უყურებთ მეგობრები. მაგრამ თუ დემოკრატიის აღქმის ინდექსის ანგარიშს გავხსნით და წაკითხვა არ დაგვეზარება, სულ პირველივე წინადადებაშივე გავიგებთ, რომ რეიტინგში მაღალი ადგილი სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უფრო დემოკრატიულია ან ხელისუფლება უფრო გამჭვირვალე. პირიქით, თვითონ ანგარიში ამბობს, რომ ყველაზე კარგ შეფასებებს ხშირად სწორედ ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნები იღებენ, სადაც ხალხი დაშინებულია და კითხვაზე როგორ მოგწონთ ხელისუფლება, აი ესე პასუხობს. ოღონდ მშვიდობა იყოს, ოღონდ ომი არ იყოს და რა გინდა შვება. ეს არის მთავარი ჩემთვის. თორე არა უშავს, არავის მომკვდარა შემშილეთ. მიხვდით ხომ რა ხდება? კი, ევროპას უსწრებთ, მაგრამ საამაყოდ ჩამორჩებით ომანს და ეთიოპიას. რატომ არიან ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმები ამ რეიტინგის სათავეში? იმიტომ რომ ომანში მოქალაქეს მიკროფონს რომ მიუშვერ და კითხავ, რას ფიქრობ ხელისუფლებაზეო, პასუხად ისეთ სადიდებელ ოდებს გიმღერებს, გაუგნდები. მოკლედ ეს TV იმედის თერაპია დელუზიად რომ არ გვექცეს, დღეს გადავწყვიტეთ იმ რეიტინგებისთვის და ინდექსებისთვის ჩაგვეხედა, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია. და იცით რა ვნახეთ? ამ სასიცოცხლო რეიტინგებში ჩვენი გეოპოლიტიკური სამეზობლო სრულიად შეცვლილია. ხოცები კი გვეუბნებიან, რომ ოდესმე მომავალში ჩვენი დანიშნულების ადგილი ევროკავშირი იქნება. სხვა ხოცები კიდე ამტკიცებენ, არა, ჩვენ კავკასიელები ვართ. მაგრამ თურმე ამასობაში, თუ ამ რეიტინგების მიხედვით გადავალაგებდით დედამიწას, საქართველოს სადმე ზიმბაბვესა და სამოას შორის აღმოჩნდებოდა. ანუ ივანიშვილს აფრიკული ხეები საქართველოში რომ უხმებოდა, მაგის გამო მთელი ქვეყანა ძირფესვიანად გადარგო აფრიკის კონტინენტის არც თუ წარმატებული ქვეყნების გვერდით, რომ მერე ბაობაბებს ადაპტაცია არ გასჭირვებოდათ. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ საქართველოს სტრუქტურული კატასტროფის აბსოლუტურად აპოლიტიკური, მე ვიტყოდით, მაგრამ შემზარავი ტოპ 5-ეული. ფაქტები, რომლებიც დეპუტატ ელისო ბოლქვაძის ამ სიტყვებში დაგაეჭვებთ. საქართველო რო არ არის ლავრი ქვეყანა, ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს. აბა შევხედოთ. მაშ ასე, მეხუთე ადგილი. ჩვენი შემზარავი, მაგრამ სრულიად აპოლიტიკური ჰიტ-პარადის მეხუთე ადგილს იკავებს ნომინაცია ეკოლოგია და ნარჩენების მართვა. და როგორ გონიათ, ვინ მყავს საპატიო სამეზობლოში? ვინ და ზამბია. იელის უნივერსიტეტის გარემოს დაცვითი ეფექტიანობის ინდექსის EPI-ის მიხედვით, ნარჩენების გადამუშავებაში გვაქვს კატასტროფული ქულა 4.6. 100-დან 4.6 ქულა. სკოლაში ეგეთ ნიშანს მაშინ გიწერენ, როცა საკონტროლოზე მარტო შენ სახელსა და გვარს წერ. ისიც შეცდომით. იცით ამ რეიტინგში პირველ ადგილს ვინ იკავებს? ანუ ეკოლოგიურად მოწინავე ქვეყანა რომელია? ესტონეთი. Თქვენიცით რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის deep state-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება რა თქმა უნდა ესტონეთსაც.
ჩვენ კი ამ რეიტინგში სადღაც ბოლოში ნიკარაგუასა და ზამბიასთან ვართ. ახლა არანაირი შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო პატივცემულ ზამბიელებს, მაგრამ უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, რა გეოპოლიტიკურ ოჯახში ვართ. ზამბიაში დღემდე ფიქსირდება მაკაბრული რიტუალური მკვლელობები, ეგრეთ წოდებული მუტი. ხალხის ნაწილს ჯერა რომ ბავშვის კონკრეტული ორგანოებისგან დამზადებული ამულეტები სიმდიდრეს და წარმატებას მოუტანთ. ზამბიაში ქუჩაში მარტო მყოფ ადამიანებს მაჩეტეთი შეიარაღებული ბანდები ესხმიან თავს და სასიცოცხლო ორგანოებს აჭრიან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ალბინოსები არიან. მაიძულეს თვალები ფართოდ გამეხილა და მეყურებინა როგორ წირავდნენ ჩემშულს ცოცხლად. შინაგანი ორგანოები მთლიანად გამოაცალეს, ზუსტად ისე, როგორც ქათამსაცლიან. აი ეს ჯოჯოხეთი ხდება ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში. ახლა კი მოდი ვნახოთ რა ხდება თბილისში. თუ გაინტერესებთ რეალურ ცხოვრებაში რისი სუნი აქვს ამ 4.6 კულას, დიდი ლილოს მაცხოვრებლებს უნდა კითხოთ. ეს ხალხი უკვე წლებია ითხოვს დახმარებას, მაგრამ აქამდე სრულ ეკოლოგიურ ჯოჯოხეთში ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ თბილისის შემოგარენში გვაქვს უზარმაზარი პოლიგონი, სადაც ყოველდღიურად 1300 ტონა ნაგავი შედის. იცით რა ხდება იქ? გაღწნილი ნაგვის მასიდან ამოდის უზარმაზარი რაოდენობით მეთანი და წამლავს ყველაფერს. საქმე ისაა, რომ ამ ნაგავსაყრელს აქვს რესურსი, რომ 580 მილიონი კუბური მეტრი მეთანი გამოყოს. ნორმალურ ქვეყანაში ამ გაზს შეაგროვებდნენ და ელექტროენერგია დაქცევდნენ. მაგრამ ქართული ოცნების მერიას ეგეთი რამეები არ აინტერესებს. პრაგმატული ხელისუფლება ასემჯელობს. ეს გაზი ყოველგვარი სისტემის და ფილტრაციის გარეშე პირდაპირ იფრქვევა ატმოსფეროში. ფაქტობრივად, თბილისის მოსახლეობა ვართ უზარმაზარი. ცოცხალი გამწვევები, ჩვენი ფილტვებით ფილტრავთ ნაგვის გაზებს. არა და კალაძე ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაგვირდა და ამისთვის ბიუჯეტიდან ფულიც გამოყო. წელს ბიუჯეტში დაახლოებით 17 მილიონი არის გამოყოფილი. ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, რომელიც არის დღეს მოქმედი, საჭიროა მისი დახურვა, კონსერვაცია. ოღონდ მეთანი და სუნი რა არის იმასთან შედარებით, რასაც ვსვამთ? არის კიდევ ერთი საშინელება, ეგრეთ წოდებული ნაჟური წყალი. ეს არის მომწამლელი წვენი, რომელიც ტონობით გახრწნილი ნაგვიდან მოედინება. თბილსერვისს არ აქვს არანაირი სისტემა ამ წყლის შესაგროვებლად. და იცით სად შედის ეს ნაჟური წყალი, რომელშიც ეგრეთ წოდებული ეკოლის სასიკვდილო დოზის ჩხირებია. მიზან მიმართულად იღვრება მინდორში, ჩადის მიწისქვეშა წყლებში, მერე ჩაედინება ლოჭინის არხში და ბოლოს ხვდება თბილისის ზღვაში. დიახ, იმ თბილისის ზღვაში, საიდანაც მერე ონკანებში მოგვეწოდება. ეს მიმართულება აქვს არხისკენ, ამ ჩადის არხში. ეს არხი ხდება თბილისის ზღვაში, რა თქმა უნდა და ამას ჩვენ მერე ვსვამთ ამ წყალს ჩვეულებრივად. ჩვენ კიდევ ონკანს ვაღებთ, ჭიქას ვავსებთ და გონია რომ სუფთა, ქართულ წყალს ვამთ. თურმე წყალს კი არ ვსვამთ. 2014 წელს ვიღაცის მიერ გადაგდებული დამპალი საზამთროს ნარჩენებისა და გამდნარი პლასტმასის ჩაის მივირთმეთ. ასე რომ შემდეგ ჯერზე რომელიმე კოცი თუ დაიკვეხნის, ჩვენ შესაშური ეკოლოგია გვაქვსო. ეს არის ეკოლოგია. არ და გავიწყდეთ რომ ეკოლ ის ბაქტერიაზე საუბრობს. ვაი ვაი. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ჯანსაღი ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული დისტრაკი. თუმცა იქნებ უსაფრთხოების ზომები მაინც არის დაცული. ნორმალურ სისტემაში, სადაც ნაგავსაყრელზე დღეში 1300 ტონა შედის, მინიმუმ რადიაციაზე უნდა შეამოწმო. იქნებ რა იცი, რადიაციული ნარჩენი შეაქვთ. და რატომღაც ბოლო ხანებში საქართველოში რამდენჯერმე დაფიქსირდა რადიოაქტიური ურანის ტრანზიტი. ხო და იცით როგორ ხდება რადიაციის დონეზე მათი შემოწმება? აი როგორ აღწერს ამ პროცესს ლილოს საინიციატივო ჯგუფის წევრი მირანდა გულბანი. დაცვას აქვს რაღაცა ჯოხი, რომელიც საერთოდ არ მუშაობს. და აქვთ ბუტაფორიული ჯოხი, ეს არ ვიცი რაღაცა ძალიან მინიმალური, ყველაზე ელემენტარული და საბაზისო რაღაცა აქვთ, რომელიც შეიძლება იყოს და არ მუშაობს ესეც. წესით ამ ჯოხში, რომელიც არ მუშაობს, იგულისხმება გეიგერის მრიცხველი, რომელიც რადიაციას ზომავს, მაგრამ თუ მირანდა გულბანს მივენდობით, მერია რაღაც ასეთი ჯოხით ებრძვის რადიაციის შემოტევებს. ამ შემთხვევაში გვაქვს ჯოხი, რაც მოხვალხელში ეს არის. უბრახუნე ვეუნები, წადი, გადი, ესე
სანამ უსაფრთხო ადგილზე არ გამოხვალ. თან არშიდებ. წადი. და ბოლოს თუ გონიათ რომ ეს მარტო ლილოს პრობლემაა და თქვენ არ გეხებათ, რადგან ვაკეში ცხოვრობ და 169 მეგაბიტიანი ინტერნეტი გაქვთ, ეს პოლიგონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 5-6 კილომეტრში. საერთაშორისო სტანდარტით ეს მანძილი მინიმუმ 12-13 კილომეტრი უნდა იყოს. იცით რა ხდება? ნაგავი იზიდავს ჩიტების უზარმაზარ გუნდებს. იყო კიდე შემთხვევა, როცა გერმანიიდან გამოფრენილ Lufthansa-ს Boeing-ს ზუსტად ამ ადგილას ჩიტები დაეჯახნენ და ავარიის გამო რეისი 12 საათით გადაიდო. ჩიტი რომ უმაც საჰაერო ხომალდი დააზიანა Lufthansa-ს რეისის 12 საათით გადადების მიზეზი გახდა ფრინველი, რომელიც როგორც ავიაკომპანია ამტკიცებს, Boeing-ს დაეჯახა. ანუ გერმანელი ტურისტი რომ ჩამოფრინდება და გაიხარებს, ვა რა მაგარია, ევროპაში ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი მქონიაო, ზუსტად მაგ სწრაფი ინტერნეტით მოუწევს დაგუგლოს, როგორ გადავრჩეთ ცოცხალი, როცა თვითმფრინავის ზრავში თბილისის ნაგავსაყრელზე ნასუქი მუტანტი თოლია შევარდა. სიცოცხლით სავსე ქალაქი. სიცოცხლით სავსე დისტრაკი. მოდით გარეთ არსებული მეთანით რომ არ დავიწამლოთ, შინ შევიდეთ. ჩვენს თბილ და უსაფრთხო სამზარეულოებში, რადგან ჩვენი ჰიტპარადის მეოთხე ადგილზე გავიდა სურსათის უნებლობის ინდექსი. კატეგორია, სადაც ჩვენი რეიტინგის მეზობლები არიან გრენადა, რუანდა, სენეგალი და ბოცვანა. გახსოვთ გადაცემის დასაწყისში ბოცვანა და ბაობაბები რომ ვახსენეთ. აგერ ვართ ბატონო. ვართ ბოცვანის გვერდით. თუ გონიათ რომ სახლში საკუთარ კედლებში მაინც ხართ დაცული, ძალიან ცდებით. იელის უნივერსიტეტის EPI ინდექსის მიხედვით მძიმე ლითონებით, კერძოდ ტყვიით ექსპოზიციაში საქართველოს 121 ადგილზეა ზუსტად ბოცვანის გვერდით. მოდი გავარკვიოთ, რატომ ვართ 121 ადგილზე. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კატასტროფა გამოავლინა, რაზეც ნორმალურ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდნენ და ნახევარ მინისტრთა კაბინეტს დაიჭერდნენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვების 51% სისხლში ტყვის საგანგებო შემცველობა აქვს. 41% ხალხო. ჩვენ ფაქტობრივად ტყვია გაუნტარ თაობას ვზრდით. ოღონდ ამ ტერმინის ყველაზე ტრაგიკული ფიზიოლოგიური გაგებით. კიდევ უფრო საზარელია იმისი გაცნობიერება, თუ საიდან ხვდება ეს ტყვია ბავშვების ორგანიზმში. ინდუსტრიული ქარხნებიდან? არა. პირდაპირ ჩვენსავე სამზარეულოებიდან, კერძოდ სუნელებიდან და საკვები დანამატებიდან. ქართული ოცნების პირობებში შიდა ბაზრის კონტროლი იმდენად უსუსურია, რომ ფალსიფიკატორები სუნელებში განზრახ ურევდნენ ტყვიას წონის გასაზრდელად და ფერის გასაძლიერებლად. ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ სუნელში ტყვის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2418 ჯერ აღემატებოდა. 2418 ჯერ ხალხო. დასავლეთ საქართველოში კი მაგალითად აჭარასა და გურიაში დაბინძურებული სუნელის ყიდვის ალბათობა 14 ჯერ მაღალი იყო. ანუ ოჯახი აკეთებს ლობიოს ან რა ვიცი, კატლეტს, ბავშვს აჭმევს და რეალურად ნელ-ნელა გრამ-გრამობით წამლავს. ტყვიით მოწამლვა უბრალოდ სეზონური გაცილება არ არის. ბავშვებში ტყვის თუნდაც მცირე მიკროსკოპული დოზით არსებობა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის შეუქცევად დაზიანებას, კოგნიტური განვითარების, ანუ IQ-ს რადიკალურ დაქვეითებას და დასწავლის უნარის მოშლას. წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის აბსურდი. ქოცების მთავრობა გვეუბნება, რომ ეკონომიკური მზაობით საუკეთესო ხუთეულში ვართ, მაგრამ რეალურად თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მომავალი თაობის ლამის ნახევარს ინტელექტს უნადგურებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ბაზრობაზე უცხო სუნელში 2 თეთრით მეტი იშოვოს. ეს სურსათის უნებლობა კი არა, ეროვნული უსაფრთხოების სრული კრახია. მეორე მხრივ კი რა არის იმაზე იდეალური სურათი ბიზნესთვის, ვიდრე მთელი თაობა, რომელსაც ინტელექტის პრობლემა აქვს. აქვე გეტყვით, რომ მეცნიერებმა გამოიკვლიეს კომპანია RMG-ს საქმიანობა. ხომ გახსოვთ ეს კომპანია? ეს ის არის საყდრისი რომ აგვიფეთქა. აი ესე ააფეთქეს საყდრისი ამათი დედა მოვყანა მათ. მოკლედ მეცნიერებმა გამოიკვლიეს RMG-ს საყდრისის ამ საბადოსთან ახლოს სოფელი ბალიჭი, სადაც აღმოჩნდა, რომ ნიადაგში ტყვის შემცველობა დასაშვებ ნორმას ზოგ ადგილას 300%-ითაც კი აღემატება. დასკვნის ავტორებმა ასეთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. სოფელ ბალიჭის დაბინძურებულ ნიადაგში შაქრის ჭარხალი დათესეს.
აღმოჩნდა, რომ ბალიტში მოყვანილ ჭარხალში ტყვია 30-ჯერ აღემატებოდა ზღრულად დასაშვებ კონცენტრაციას. აქვე დასკვნის სახით შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარებული კვლევით ომისა და სიღარიბის შიში ორი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ძალიან ტრაგიკული კი არის, რომ არარსებული ტყვიების გვეშინია, მაგრამ ჩვენი შვილების ორგანიზმში გამჯდარი, ნამდვილი რეალური ტყვიისა არა. ოღონდ მშვიდობა იყოს, ოღონდ ომი არ იყოს და რა გინდა შვიდა. ეს არის მთავარი ჩემთვის. მოკლედ, ვისაც სუნელებში გარეულმა ტყვიამ გონება ბოლომდე ვერ დაუწამლა, იმათვის ქოცების მთავრობას სპეციალური ბარიერი აქვს მომზადებული. ჩვენი კატასტროფების ტოპ 5-ეულის საპატიო მესამე ადგილზეა განათლების სისტემა. უფრო სწორად ის, რაც მისგან დარჩა. და ვის უდგავართ მხარდამხარ განათლების რეიტინგში? ტაილანდს, საუდის არაბეთს და აზერბაიჯანს. ერთი მეზობელი მაინც დაგვეთქვა. გახსოვთ ალბათ პიზას კვლევა, სადაც ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას წაკითხulis გააზრება უჭირს და 91 ქვეყნიდან 77 ადგილზეა. და სანამ გაგიხარდებათ, რომ საუდის არაბეთი ხომ მდიდარი ქვეყანაა, შეგახსენებთ, რომ 2020 წლამდე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ქალს მამაკაცის ნებართვა სჭირდებოდა საუდის არაბეთში. ანუ ქვეყნის ნახევრის განათლების საკითხი ფაქტობრივად ნებისმიერ წამს შეიძლება შეწყვეტილიყო მეურვე კაცის გადაწყვეტილებით. და აი ესეთი შეზღუდული სისტემაც კი ქართული ოცნების საგანმანათლებლო სისტემას უსწრებს ერთი პუნქტით ხალხო. საუდის არაბეთზე ის გამახსენდა 6 წლის წინ კოვიდის დროს საუდელებს შევხვდი ახალ მორეცხილ რუსთაველზე. კალაძემ რომ მორეცხავ. გემახსოვრებათ. დახედე ეს ვიდეო. Kas ფიქრობთ, სუფთაა რუსთაველის გამზირი? ძალიან. მოურეცხეთ, სარეცხი ფხვნილით. ეს ალბათ დეზინფექციისთვის გქენით, არა? დიახ. თქვენთანაც ხომ არ მოურეცხავთ საუდის არაბეთში? კი, ჩვენთანაც მორეცხეს. ის კი არა მოქალაქეებსაც მოგვარეცხინეს. ესენი ჩვენზე დაღუპულები არიან მე მგონი. დიდი მადლობა. შევხვდებით საუდის არაბეთში. ალაჰის ნებით. ხო და შევხვდით ერთმანეთს პიზას წლის ოფიციალურ ანგარიშში, სადაც ამჯერად ჩვენ უფრო დაღუპულები გამოვდექით. რადგან საუდის არაბეთი ერთი პუნქტით გვისწრებს. ამ ანგარიშის მიხედვით საქართველოში 15 წლის მოსწავლეების მხოლოდ 33%-მა შეძლო წაკითხulis გააზრებაში საბაზისო მინიმალური ზღურის გადალახვა. ანუ მოსწავლეების 67%-ს უბრალოდ არ შეუძლია საშუალო სირთულის ტექსტში მთავარი აზრის პოვნა. გესმით რა ხდება? ყოველი 3 ბავშვიდან 2 საბაზისო დონესაც ვერ აკმაყოფილებს. მათემატიკაში ზუსტად იგივე კატასტროფაა. მოსწავლეების 66% მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ქვემოთაა. ხოლო თუ გაინტერესებთ, რამდენი ბავშვი ყავს მეცნიერებასა და კითხვაში უმაღლეს მე-5 ან მე-6 დონეზე, პიზას ანგარიში პირდაპირ გვეუბნება. ფაქტობრივად 0%. და იცით რატომ ვერ იაზრებს ეს ბავშვი წაკითხოს? მინიმუმ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შიმშილი. ბავშვი ფიზიკურად მშიერია. განათლების სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს აჭარბებს და ამ კოლოსალური თანხიდან იცით რამდენი იხარჯება საჯარო სკოლებში ბავშვების უფასო კვებაზე? ზუსტად 0 ლარი. გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო სასურსათო პროგრამა და იუნესკო პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ბავშვების შიმშილი სკოლაში ანადგურებს მათ კოგნიტურ განვითარებას. ბავშვები არ აშიმშილობენ საერთოდ. ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ. ვინმე შიმშილობს, ესე იგი ოპოზიცია მაშიმშილა. გედის ტრაკი. ფინეთში ჯერ კიდევ 1958 წლიდან აჭმევენ ბავშვებს სკოლაში. შვედეთში ეს სოციალური თანასწორობის ფუნდამენტია. ჩვენთან კი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პირდაპირ გითხრა, საჯარო სკოლებში უფასო კვებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევიაო. ნაადრევიაო ხალხო. ალბათ ჯერ კარგად უნდა გამოშრეს ბავშვი, ენერგიისგან დაიცალოს და მერე განიხილავენ. სანამ მიქანაძისთვის ბავშვების გამოკვება ნაადრევია, მოდით გეტყვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანის საჯარო სკოლის ამბავს. სკოლაში სულ 22 მოსწავლეა. ბუფეტი არ აქვს. მაღაზია სოფელში არ არის. ბავშვების ნაწილი სკოლამდე 5-6 კილომეტრს ფეხით გადის და ოჯახების უმრავლესობა სოციალურ დახმარებაზე. რა ქნა სახელმწიფო? არაფერი. რა ქნეს პედაგოგებმა? მათემატიკის მასწავლებლის ბიზინა ყალიჩავას ინიციატივით საკუთარი ფულითა და შემოწირულობებით დაიწყეს ბავშვების გამოკვება. 2 შაბათს ფუნთუშები, 4 შაბათს და პარასკევს ლობიანი, 5 შაბათს კარტოფილის ღვეზელი. და იცით რა მოხდა?
ის ბავშვები, რომლებიც მესამე გაკვეთილზე შიმშილისგან ითიშებოდნენ, უცებ გააქტიურდნენ და სწავლის мотиваცია დაუბრუნდათ. მათემატიკის ერთმა მასწავლებელმა აჩვენა 2.7 მილიარდიან სამინისტროს, რას ნიშნავს განათლებაზე ზრუნვა. მე მინდა ნაკიანის სკოლის მასწავლებლების მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატო. მაგრამ ამავდროულად შეუძლებელია გული არ დაგწყდეს ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზე. თელ საქართველოში 600,000 მოსწავლე რომ დღეში 3 ლარიანი ულუფით გამოკვება, წელიწადში 310 მილიონი ლარია საჭირო. განათლების ბიუჯეტის 11%, მაგრამ ქოცებს ეს არ აინტერესებთ. ესეთი პრაგმატული პოლიტიკა აქვს არჩეული. ასე მსჯელობს მისი მშობლის პრაგმატული ხელისუფლება ასე მსჯელობს. მოკლედ ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ. ჯერ სკოლაში გაშიმშილებენ, მერე ტყვით გაჯერებულ სუნელს გაჭმევენ და თუ ამ ყველაფერს გადაურჩი და უნივერსიტეტში ჩაბარება მოინდომენ, იმ უნივერსიტეტს საერთოდაც გაგიუქმებენ. სამაგიეროდ არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, 2026 წელს წამში 169 მეგაბიტიანი ინტერნეტი გვექნება. ზუსტად 6 სწრაფად დაგჭირდება, რომ დავგუგლოთ, როგორ ვისწავლოთ წერა-კითხვა დამოუკიდებლად, სანამ მთავრობა ბოლო უნივერსიტეტსაც დახურავს. მე საერთოდაც არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს გაუთანაბროს. თვითონ მეფენიც უძლებელნი რომელთ უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს. აი ამაზე მინდა მივიყვანოთ რაც ყველაზე კარგად ვიცით ზურგი მჭადის სახელი და გავიწყდება. თვითონ მეფენიც უმაღლეს არადასწორად მისნაირი მსუნაკ და ხარ მართველებზე დაწერა ბარათაშვილმა ეს ლექსი. თვითონ მეფენიც უძლებელნი, რომელთ უმაღლეს, ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება, შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან, როდის იქნება ის სამეფოცა ჩვენი იყოს და აღიძვრიან იმაო მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან. თვითონ მეფენიც უმაღლეს ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილზეა ქართული ოცნების მთავარი საამაყო მონაპოვარი, ჯანდაცვის სისტემა. თქვენი აზრით ვის უნაწილებთ საპატიო ტოპ 10-ს და სამეზობლოს ამ კატეგორიაში? ვის და ეგვიპტეს, კამბოჯას, მაროკოს და უზბეკეთს. უკვე 12 წელია გვაყვედრიან, რომ საყოველთაო ჯანდაცვა შემოიღეს და ლამის უკვდავების ელექსირი დაგვირიგეს. მაგრამ მოდით ვნახოთ რა ხდება რეალურად. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის 2025 წლის კვლევის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობა კვლავ პირდაპირ საკუთარი ჯიბიდან იხდის. ამ ჯიბიდან გადახდების ლომის წილი კი წამლებზე მოდის, რაც ოჯახების გაღარიბების მთავარი მიზეზია. ეს არის ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვა, საყოველთაო ონლაინ მათხოვრობა და საყოველთაო გაკოტრება. შენ რომ ავათხდები და მკურნალობისთვის უკანასკნელ სახლს ყიდი, ეგ ფული ისევ იმ კორპორატიული ფეოდალების ჯიბეში მიდის, რომლებიც ბაზარს ინაწილებენ. რეალობა ისაა, რომ საქართველოში 10 მსხვილი ჰოსპიტალური ქსელი მთლიანი ბაზრის შემოსავლების 50%-ს აკონტროლებს. ანუ სისტემა კი არ გმკურნალობს, სისტემა გწველის. ახლა კი მივადექით ყველაზე საინტერესოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჯიბიდან გადახდების კატასტროფული მაჩვენებლით საქართველო ყველაზე ცუდ ათეულში. მაგრამ დაფიქრდით, აი პატიოსანი და ობიექტური TV იმედი ამ ინფოს როგორ მოგაწვდიდათ. მეგობრებო, სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. ჯიბიდან გადახდის ინდექსში ჩვენ როგორც იქნა გავუსწარით თურქმენეთს, სადაც პატიმრებს უდაბნოში +50 გრადუსიან სიკვდილის ციხეებში კეტავენ. მიანმარს, სადაც ადამიანებს ყიდიან მონებად და ორგანოებს აცლიან. სუდანს, სადაც სამოქალაქო ომის გამო ქუჩაში დაყრილ ათასობით ცხედარს მაწანწალად ძაღლები ჭამენ. ნიგერიას, სადაც შავი მაგიის რიტუალებისთვის ბავშვებს იტაცებენ და თავის გალისგან ამულეტებს აკეთებენ. და რაც მთავარია ავღანეთს, სადაც ჰერათის პროვინციაში ეგრეთ წოდებულ ცალთირკმლიან სოფლებს ნახავთ, რადგან შიმშილისგან ყველა მთირკმელი გაყიდა, სადაც მშობლები ვალების გამო 2-3 წლის გოგონებს ყიდიან და ბავშვებს ანტიდეპრესანტებს ასმევენ, რომ შიმშილისგან არ იტირონ და უბრალოდ ეძინოთ. ისე როგორი შემზარავი ფენომენია ეს ცალთირკმლიანი სოფლები. მიდის სასოწარკვეთილი კაცი, აძლევს პასპორტს ორგანოების ბროკერს, მიყავთ სადღაც საეჭვო კლინიკაში, უყალბებენ საბუთებს, წვება მაგიდაზე და აცლიან თირკმელს. რატომ? იმიტომ რომ შვილები შიმშილით არ დაეხოცოს. ან ელემენტარულად წამლის ფული იშოვოს, რომ მერე ისევ იცოცხლოს.
აი ესაა ავღანური ჯანდაცვის სისტემა. გაყიდე ერთი თირკმელი, რომ მეორე თირკმელი მოირჩინო. ქოცების საყოველთაო ჯანდაცვის წყალობით ჩვენთან ჯერ საკუთარი ორგანოების ამოჭრა და გაყიდვა არ გიწევთ. ჯერ მხოლოდ ბინების, მანქანების და მიწების გაყიდვით შემოვიფარგლებით. დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთთან ერთად ყველაზე ცუდ ათეულში ვართ, ოდნავ მაინც ხომ გაუსწარით. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერაც ჩამოვრჩებით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უზბეკეთი, გვატემალა, ლაოსი, ფილიპინები და მაროკო. დიახ, მაროკო. სადაც დღემდე პრობლემაა ზოհრი, ბავშვებზე ნადირობა. ბავშვებს, რომლებსაც ხელის გულზე ერთი უწყვეტი ხაზი აქვთ, კრიმინალური სინდიკატები იტაცებენ და რიტუალურად კლავენ, რათა მიწისქვეშა საგანძურის ჯინები დაამშვიდონ. აი ეს არის ჩვენი რეალური სამეზობლო. უსწრებთ თალიბანს, მაგრამ ჩამოვრჩებით ჯინებზე მონადირე შამანებს მაროკოში. ეს არის ქართული ოცნების მმართველობის რეალური შედეგი. როცა საქმე გადარჩენასა და ფინანსურ დაცულობაზე მიდგება, ჩვენი ადგილი სწორედ ამ ჯოჯოხეთში. თუ ავად გახდი, ან შამანმა უნდა გიმკურნალოს, ან შენივე ჯიბიდან უნდა გადაიხადო იმდენი, რომ მერე შენც ცალთირკმლიან სოფელში მოგიწიოს გადასახლება. და ამ ყველაფრის მერე, რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, ადამიანს რჩება ერთადერთი გზა, გაქცევა. სწორედ ამიტომ ჩვენი შემზარავი რეიტინგის პირველ ადგილზეა ტვინების გადინების, ანუ brain drain-ის ინდექსი. The Global Economy-ის უახლესი მონაცემებით საქართველოს ადამიანების გაქცევისა და ტვინების გადინების ინდექსი არის 6.8. მოდით ზუსტად აგიხსნით, რას ნიშნავს ეს 6.8. ეს ინდექსი იზომება 0-დან 10-მდე შკალაზე. 0 ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში პირიქით ყველას უნდა, ხოლო 10 ნიშნავს, რომ ქვეყანა დაცარიელდა. ბოლო მაცხოვრებელმა აეროპორტში შუქი ჩააქრო და გასაღები მესაზღვრეს დაუტოვა. ნორმალურ ევროპულ ქვეყნებს, მაგალითად შვედეთს და ნორვეგიას, აქვთ 1 ან მაქსიმუმ 2 ქულა. ჩვენი 6.8 ქულა კი ნიშნავს, რომ განგაშის წითელი ღილაკი უკვე დიდი ხანია ჩართულია და ქვეყანა თავის ყველაზე ღირებულ რესურსს კარგავს. უახლესი სტატისტიკით სულ რაღაც 1 წელიწადში, მეგობრებო, საქართველოსდან 163,000-ზე მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. ეს იგივეა, რომ 1 წელიწადში რუკიდან მთელი ბათუმი აორთქლდეს. ამ ქუთაისი და თელავი ერთად გაქრეს. გარბიან ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, სტუდენტები. გარბის ყველა, ვისაც პასპორტი აქვს. მიდიან იტალიაში, პოლონეთში, საბერძნეთსა და ამერიკაში იმისთვის, რომ თავისი ნათელი გონება სხვა ქვეყნის განვითარებაზე მიმართონ. იმიტომ რომ აქ საკუთარ სამშობლოში დარჩენა ფიზიკური და მენტალური განადგურების ტოლფასია. ისე არის ერთი სხვა სტატისტიკაც, რომელიც ჩვენი საამაყო ინტერნეტის სისწრაფეს კიდევ უფრო ირონიულ მაგალითად აქცევს. ეს არის 2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად მოძებნილი სიტყვების სია. ჯერ ერთი რომ ამ სიაში უსწრაფესი ინტერნეტით გამალებულები ვეძებთ კაზინოებს. ტოპ 15 სიტყვაში მინიმუმ 7 ონლაინ კაზინოა. მერე ვეძებთ ამინდს. ოღონდ ამინდის ძიებაში იცით რა ტერმინი გვხვდება ლიდერ პოზიციებზე? რუსული პაგოდა. რა თქმა უნდა, ეს სიტყვა რუსულენოვანი ხალხის ძიებების შედეგია, რადგან ბოლო რამდენიმე წელში მათმა მასობრივმა შემოდინებამ ზუსტად ის სიტუაცია შექმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში ამინდს ვეღარ ქმნიან. და აი ამ ყველაფრის კულმინაცია. როცა ვალუტის კურსის მოძებნით საბოლოოდ შეიტყობ, რომ ღარიბი ხარ, როცა ყველა ონლაინ კაზინოს ანგარიშზეც ფული ამოგეწურება, როცა სწრაფ სესხსაც ვეღარ იღებ, ხოლო ამინდის პროგნოზით ისევ სახლში გირჩევნია დარჩი. ერთ რამეშიღა იყენებ ამ შენს უსწრაფეს ინტერნეტს. 2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად მოძიებული სიტყვების სიას აგვირგვინებს Pornhub-ი. მოკლედ ესაა ჩვენი დღევანდელი რეიტინგი და აი საბოლოო რუკაც. თუ ამ ინდექსებს დაუჯერებთ, საქართველოს ახალი გეოგრაფია ასე გამოიყურება. დასავლეთით ვესაზღვრებით ზამბიასა და ბოტსვანას. სამხრეთით მაროკო გვაკრავს, სადაც ჯინებს ეძებენ. აღმოსავლეთით ავღანეთის ცალთირკმლიანი სოფლებია და სადღაც შუაში მეთანის სუნში გახვეული საქართველოა მოქცეული. თუმცა გულწრფელად რომ თქვა, სინამდვილეში ასე ხომ არ უნდა იყოს, მეგობრებო. კი, ძალიან რთული ისტორია გქონდა. გქონდა ომები და დაპირისპირება, მაგრამ ლიბერიელი საველე მეთაურებივით რიტუალურ კანიბალიზმზე არ გადავსულვართ. და არც სიერა ლეონესავით 100,000-ობით ადამიანისთვის მოგვიკვეთავს ხელები, უბრალოდ იმის გამო, რომ არჩევნებზე ხმა არ მიეცათ. ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენ დღეს გადაცემაში ვახსენეთ,
აქვს ობიექტური მიზეზი, რომ ცივილიზაციის მიღმა რეიტინგების ფსკერზე იყოს. მაგრამ ჩვენი მიზეზი რა არის? რა არის იმის მიზეზი, რომ ქართულ მიწაზე ყველაზე არხეინად თავს აი ეს რუსების სამსახიობო დასიგრძნობს? მე მგონი ყველამ ისედაც კარგად ვიცით ჩვენი უბედურების მიზეზი. ეს მიზეზი ზის თავის აბასთუმნის რეზიდენციაში და ითვლის იმ ფულს, რომლითაც წესით განათლება, ჯანდაცვა, სურსათის უნებლობა, ნაგავსაყრელების ნეიტრალიზაცია და სხვა 1000 რამე უნდა მოგვარებული. ეს ცუდი ამბავიცაა და კარგი ამბავიც. ცუდი იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი ერთი ადამიანია და კარგი იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი ერთი ადამიანი. ესაა და ეს. მე ვარ ბექა ყორშია, ეს იყო გადაცემა არაფერის ასაცილო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ და გვიკომენტარებთ. მე მართლა ყველაფერს კითხულობ და უდიდესი მადლიერებით ვივსებ. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. დროებით.